დაუბრუნდით ძვირფასო მეგობრებო ეთერში. გადაცემას, არაჩვეულებრივ გადაცემას. ესე იგი, ჩვენი მკურნალი არის, ჩვენი მკურნალი არის ფსიქიატრი. კაცრავად, ჩვენი სტუმარი არის მკურნალი, რომელმაც ქართველების განსაკუთრებული სიყვარული მოკლე ხანში მოიპოვა და რომლის რჩევებს ყოველთვის დიდი ინტერესით ელოდებიან ჩვენი თანამემამულეები. არუნ ხათრია ჩვენი სტუმარი და ჩვენი მკურნალი, რომელმაც ცოტა ხნის წინ წიგნი გამოუშვა სახელწოდებით ბუნება მკურნალია. მკურნალია. ბუნება მკურნალია. მე კი არა, ბუნება არის მკურნალი. ბუნება მკურნალია, კი ბატონო. საინტერესოა აი ამ წიგნის შესახებ რომ მოგვიყვეთ, გაგვაცნოთ, გვითხრათ რომ კი ბატონო, მოდი თან ესე მოგესალმებით კიდევ ერთხელ და თან ეს როგორი ლამაზი შეფუთვით არის, უკვე სრულყოფილი სახით არის, ხო, წიგნზე ჩვენ გვქონდა საუბარი. ბატონო, აგერ შეგიძლია გახსნა. და აი ესე ბროშურა გვხვდება. ეს ანუ მთავარი აქედან იწყება ამ წიგნის მთავარი მიზეზი რა არის? ამ წიგნის მთავარი მიზეზი არის ძირფესვით, ანუ პრობლემა. ჯერ ყველამ უნდა ეს საშუალება უნდა ყველას აქვს საშუალება რომ უნდა გავიგოთ. კი ბატონო. პრობლემა საიდან მოდის? აი ზუსტად. ჩვენ უყურნალობთ მარტო თავში რაღაცა არის, რომელიც ჩვენ არ ვიცი საიდან პრობლემა მოდის. პრობლემა საიდანაც მოდის, თუ ოჯახში ერთმა ადამიანმა გაიგოთ. იმ ოჯახში შეიძლება 5-6 ადამიანი მომავალში შეიძლება 15 წლის მერე იყო ჯამთელი. და ის პრობლემები ჩვენი თავშივე მოაგვარო პრობლემები. კი ბატონო, გაიგებენ. კი ბატონო და ნახე როგორი საინტერესოა, ესე იგი ჯერ ამ პატარა წიგნით, ანუ პატარა მომწო ზომის წიგნით ბროშურით იწყება და აი მერე გადავდივართ მეორე უფრო დიდ წიგნზე. კი ბატონო, დიდ წიგნში არის ყველანაირი ბალახი კი არა, რას საშუალებები, ყველანაირი ბუნებრივი საშუალებები, როგორ ისტორიულად გამოიყენებდნენ ჩვენი წინაპრები და როგორ უნდა გამოიყენოს სხვადასხვა პრობლემებისთვის. მერე მოდის დღეს იმდენი ვიდეოები ტრიალებს ინტერნეტში, მაგნეზიუმი როგორ უნდა დაალიო, D ვიტამინი რამდენი უნდა იყოს, რამდენი დაალიო. მეორე სერიასი წერია ეს ყველაფერი, როგორ რამდენი რა დონეზე რა უნდა დაალიო და ბუნებრივი საშუალებებით როგორ უნდა გავაკმაყოფილოთ ჩვენი ორგანიზმი. და ბოლოსკენ წერია მერე პრობლემები, კონკრეტული პრობლემებისთვის, კვება როგორი უნდა იყოს, რა დანამატი უნდა მიიღოთ, აგერ ეს თვალებისთვის, აგერ სიცქლისთვის, ქოლესტერინი, ვერიკოზული, იგი ყველა პრობლემას მოიცავს. ყველა დიაბეტი პირველი, მეორეში რა კვება უნდა იყოს, იმიტომ კვება არის მთავარი. ციკვი არის წონის მომატება არის, რასაც შემსუხ. კი ბატონო, მომატება, ძვლების პრობლემები, პარაზიტები. ვცადე რომ შევიტანოთ აქ ბევრი რამე, ეგეთი რომელიც დღევანდელი ადამიანები ვცდილობენ, აგერ კუცნაწლავის პრობლემები, მაგით რითი შეიძლება ადამიანმა ეს ვარჯიშები ბოლოს ნაკენები, აგერ ყველაფერი, რას კითხვები გქონდა ადამიანს ამ წელი წიმთან პირდაპირ აგერ იმოწია. აი როგორ ურჩევთ ახლა აი ამის წიგნის, აი დაუშვათ შეიძინა ადამიანმა, აი რას თვითონ პრობლემა აქვს, დაუშვათ ის უნდა მოძებნოს და იმის მიხედვით დაიწყოს კითხვა დაუშვათ ღვიძლი აწუხებს და აი ღვიძლთან დაკავშირებული. თუ ურჩევთ რომ მთლიანად წაიკითხონ ეს წიგნი, მე ვეუბნები ყოველთვის მერე უკვე კონკრეტიკაზე. კონკრეტული პრობლემაზე მერე უნდა გადავიდე, ჯერ ყველამ უნდა წაიკითხო ეს. თავიდან ბოლომდე ეს აქედან დაიწყო და მერე უკან არის სარჩევი, თავის პრობლემის მიხედვით შეიძლება აურჩიო თავის პრობლემა და იქ გადავიდე მერე. ჯერ გაიგოთ როგორ არის პრობლემა. რა არის თქვათ ის 5 ყველაზე სასარგებლო პროდუქტი, რომელიც გარეშეც ხო, აი რომელიც აუცილებელი არის ჩვენი ჯანმრთელობისთვის რომ მივიღოთ. კი ბატონო, პირველი არის სხვადასხვა ფერის საჭმელი, რომელიც სხვადასხვა ფერის ხილი და ბოსტნეული უნდა ჭამო ადამიანმა. ეს ფერი ისე არ არის. მწვანე თუ არის რაღაცა კლოროფილი შედის, რომელიც ბუნებრივად ტოქსიკები მოყავს, წითელი თუ არის რაღაცა, ყვითელი რატოა, სტაფილოკვითელი ბეტა-კეროტინი შედის, თვალებისთვის კარგია. ხო, ანუ იმიტომ კარგია, რომ იქ ის ფერი შედის. იასამნის ფერი ბოსტნეულებში სხვა რამე შედის. ანუ ბუნებამ იმიტომ ეს ფერადი მისცა ყველას, რომ ეს საჭიროა.
ჩვენი ბატონო და უნდა იცოდე რომელი პროდუქტი გჭირდება, რა გაკლია და უშუალოდ და აი მაინც რა არის კონკრეტულად ის 5 პროდუქტი? ჩვენ რა პირველი არის ბოსტნეულები არის, ყველანაირი ქილი და ბოსტნეული არის. მეორე აუცილებელი არის ცხიმი, რომელიც ჩვენი ტვინის ფუნქციებისთვის და კანი ყველაფერისთვის ცხიმია, ყველაზე საჭირო. დღეს ადამიანს აწუხებს ვაიმე და ეს არაცხოველური ცხიმი, ალბათ გამოუყვანილი უფრო კარაქი ვთქვათ, თუ აი ვთქვათ ცხიმიანი საჭმელი. არა, ცხოველური ცხიმი უფრო სასარგებლოა ვიდრე არა, მცენარეული რა ნიშნავს? ერთი არის ჯეითუნის ზეთი, რომელიც ხილის ზეთია, ერთი არის სემიძგის ზეთი, ან სიმინდის ზეთი. ესენი მავნეა. სიმინდის და სემიძგის ზეთი, კი ბატონო. იმიტომ სემიძგის და ზეთი მოყვანის პროცესი, აი ძალიან მაღალი ტემპერატურაზე. ზეითუნის ზეთზე რას გვეტყვი? ზეითუნის ზეთია კარგი. ზეითუნის კარგია. კი, ზეითუნის ზეთი კარგია. სიმინდი, სემიჭკა და ქენოლა, სხვადასხვა ზეთები რო არის, რომელიც იაფასიანი ზეთების არ ვარ გას. არა, ზეითუნია. მესამე პროდუქტი ეგეთი არის პარკოსნები. ოსპეული, ლობიო, ეს ყველაფერი. და ეს მეცნიერებმა რო ჩატარი, ყველაზე მეტად ვინც ცოცხლობს დედამიწაზე, ეგეთი რაიონებია იტალიაში, საბერძნეთში. ხალხი ყველაზე მეტად ჭამს იქ პარკოსნები, ლობიო, ოსპები. სხვათა შორის რაჭველებიც ძალიან დიდხანს. იქ რაჭაში 100 წელს მიხსეული. ანუ პურის მაგივრად ჭამს პარკოსნები. ეკლა ოსპი, ლობიო, ლობიოში როცა ცხიმი არის, იქ მერე პურის მიყოლება არ არის საჭირო. ჭადი უფრო, ჭადი. უკვე ჭადზე რა სიტყვი მართლა? ჭადის მიყოლება ლობიოზე? არ იცი რა არის, სიმინდი თვითონ არ არის იმდენად სასარგებლო. მაგით რასაც გინდა გააკეთე, ეს იმდენად სასარგებლო არ არის. გასაგებია. დაუკარგე იმერეთ. არა, ისე ჭადი, ყველიანი ჭადი, შიგნით ყველი რო არის. შეგენაცვალე, ეგრე რა. ნუ გამიხეთ კეგული. კი ბატონო, აი ყველაზე მავნე პროდუქტიც რომელია? არ უნდა მივიღოთ, ხო, ზეთის, თესლების ზეთი, თესლებისგან რა ზეთი მოდის, იმიტომ პროცესია ცუდი. განა ის თესლში თვითონ რო ჭამო სემიჭკა, ეს კარგია, მაგრამ პროცესია ცუდი, რო მოდის ის ზეთი. მეორე ყოველთვის მე არ დამავიწყდება შაქარი მავნეა, მაგას უნდა ამოვიღოთ საერთოდ, ხო? ზოგი ეუბნება. თვითონ შაქარი მაპატიე რო გაწყვეტინებ, ხილიდან რო იღებ შაქარს, ან ბოსტნეულიდან რო მიღებ შაქარს? ბოსტნეულიდან შაქარი არ ვიგებ. ბოსტნეულში შაქარი არ არის. აბა ხილში? აი ნიუ-იორკში ყველაზე მაღალი კონცენტრაციით არის შაქარი, როგორც ვიცი, მახსოვს ეს. არა, ნიუ-იორკში შაქარი არ შედის. მე ვიცი. ნიუ-იორკი ჭამით ჩვენი სიცხილში შაქარი არ იმატება. ეკი მაგრამ თვითონ არა. კაი, ხილზე გადავიდეთ, კარგი, მაგრამ ჩვენი ორგანიზმა არ იცის. ანუ ხილიდან ერთი ბანანი რო ჭამო, ანუ იქ არის შაქარიც, იქ არის კიდე მარტო გვიძლი რო გადაამუშავოს ფრუქტოზა. ანუ ერთი კოზი თეთრი შაქარი რო ჭამო, ის უფრო მალე გადამუშავდება, ვიდრე ერთი ბანანისგან მიგებული შაქარი. და ეგ კარგია, რომ გვიან გადამუშავდება, უფრო ცუდი. არა. ცუდი, ანუ ფრუქტოზა არ არის ჩვენი გვიძლისთვის. ესე იგი არ ვარ ხილის ჭამა? არა, ხილის ჭამა, ანუ ხილი ზომიერად. ბოსტნეული რამდენს გინდა, იმიტომ ხილს გაკონტროლება ჭირდება და ეხლა მარწყვი რო შემოვა ბალი. არა, მარწყვი, ნახე, მარწყვიში შედის ბოჭკო, რომელიც კონტროლი ბუნებამ თვითონ მისცა. ბანანში ბოჭკო არ არის, იმიტომ ჩვენ უნდა ვიკონტროლოთ. თუთაში არის კონტროლი თვითონ, ბოჭკო შედის, აგარ გიმატებს. თვითონ აკონტროლებს. ეს ყველაფერი წერია ამ წიგნში? ყველაფერი. და ფერი უფრო მალე რომ მივხვდე ადამიანი, ფერი მივეცი. მაგით მე მგონი ყველა მივხვდება. ამ ფერი მივეცი. კი ბატონო. ამ წითელშიც წერია, ნახე, აქ დაძე ორი მოკვა. აქ წითელში რომელი ხილი წერია, იმაში კონტროლი არ არის. გასაგებია. და აქ მწვანესი რომელიც პომიდორს ცუდად კონტროლი არის, პომიდორის პრობლემა არ არის. გადასარევია.
ხო, პამიდორი, ნუ პამიდორი. აი, წნილებთან დაკავშირებით რას გვეტყოდი? კარგია, ეს პრი და პრობიოტიკები შედის, კარგია, წნილები, აუცილებლად ერთ-ერთი პროდუქტი მე ვეტყვი, რომ აუცილებლად უნდა წამო ეს წნილები. კიდე კიტრია ჩადე ხილებში, ბანკებში უფროსი, ხილებში ჩადებული რო არის, კიდე კიტრია, კიდე ჯონჯოლი. ეს აუცილებლად უნდა წამო, აქ შედის პრიბიოტი, რომელიც ჯონჯოლი კაია, წნილი. კი ბატონო. ო, სალათი კაია, ხო, ესე იგი კიტრი, პამიდორი, კიტრი, პამიდორი, ძმარი და ისა ზედიდან ზეთონი ზეთი და ის რო არის, რა ქვია, კაკალის ზეთი. ნიგზის. მაგაზე კარგი არაფერი არ არსებობს. ერთი პატარა მჭადზე დამიშვი ცოტა ის ყვერძის პროდუქტები აი ყველი აი როგორ არის ყველი ფერმენტირებული პროდუქტი კარგია. პირდაპირ რძე იმდენად სასარგებლო არ არის, რამდენის ყველი წამა და რა თქმა უნდა აი ყველში სხვა არის სხვაობა დავუშვათ სულგუნი, რა ქვია ეს გუდის ყველი, შებოლილი არა, შებოლილის პროცესი არ ვარ. საერთოდ ეს აი ზოგადად მარილიანი, აი ყველი გუდის ყველი ვთქვათ, თავისთავად რო არის მარილიანი, აი ამაზე რა. ზედმეტი მარილი არ შეიძლება, ბევრი მარილი. მაგის ჭამის მერე ნახე, ბევრად წყალი გინდა და ეს წყალი იმიტომ გინდა, რომ იმ მარილია ბევრი და ეს წყალი გარეთ არ მოდის, შეშუფდება. გასაგებია. შეშუფებას გაძლევს. ხელი ბექი თუ გამოუშვი გარეთ თუ გამოუშვი გარეთ მერე თირკმელი ზედმეტად მუშაობს. რამდენი არ არის საჭირო. კარგი, მოდი, ახლა ვთქვათ პურის ამბავზე რას ხვდით? აი ეგ არის. ზოგი აი ტკივნეულ საკითხს მივადი. ზოგი ენდოკრინოლოგი ამბობს, რომ აუცილებელია პურის ჭამა, ზოგი ამბობს, რომ პური უნდა ამოვიღოთ ლავაში მივირთვათ, ვთქვათ, ნუ ფქვილსაც რომ არის, რა თქმა უნდა, ოღონდ საფუარის გარეშე. არა. ხო, ანუ ზომიერება არის დასაცავი თუ საერთოდ თქვენია. ნახე, პური თუ დატოვებს, კარგი იქნება. დიახ. მე ყოველთვის ვეუბნები, ხო ვეძებს ჩვენ ძველი ცივილიზაციები. ხო, ადამიანი გაქრა. მიზეზებს ხო ეძებს ეს ძველი ცივილიზაცია. აი ჩვენი ახალგაზრდა ეხლა ჩვენ რო ვართ, ხო? შეიძლება 500, 1000, 10000 წლის მერე რო ეს ცივილიზაცია რო არ იყო, ერთ-ერთი მიზეზი იქნება ხორბალი. ადამიანის დაავადებების, აი შეიძლება ძიმე სიტყვა ეს, ხო? ადამიანის დაავადებების ერთ-ერთი მიზეზი არის დღევანდელი ხორბალი. დღევანდელი ხორბალი. ხორბალი. თუ თვითონ ხორბალი გეუბნები. ამას პური გააკეთე, ამით გინდა, რასაც გინდა ქენი. ხორბალი. ერთ-ერთი ხორბალი როცა მოდის და ჯეჯილია, ეკლა ხომოვა? ხო, აგდგომა. აგდგომის დროს ჯეჯილი ხომოდის, ეს ახალი სიცოცხლე. ეს ჯეჯილი კაია. ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც სასარგებლოა ხორბალის, ეს არის ჯეჯილი. იმის მერე ხორბალი არის სრულად და რომელიც ეუბნება საჭიროა. და დამტკიცე, მაშინ რატოა საჭირო? ანუ პური არ არის საჭირო. პური ამოვიღოთ. პური საჭირო არ არის, ჩვენი ტვინის ფუნქციებისთვის ჭირდება ცხიმი, ცილა, ეს ყველაფერი ქორწში შედის და სხვა რამეში შედის, ზეთუნის ჯეთსი და ყველაფერი. პური საერთოდ მაინც და მაინც იგივე არის ჭვავიც, ბრინჯიც, მარცვლეული, თუ მარტო ხორბალი არის. ხორბალი არის. იმიტომ ის პროტეინი ყველა ადამიანი ვერ ამუშავებს. დღეს პრობლემების აი ეგ რა მითხარი ახლა. ხო. ანახე თუ მაინდა-მაინც ადამიანი ვერ აანებებს ამ პურს, მაშინ უნდა შეიცვალო, პურით არ უნდა დაიწყო, დაიწყეთ. აგის ბოსტნეული ხო? კი. ორი თეფშის პრინციპი მე ძალიან მომწონს თქვენი, მე ყოველთვის ვადები. ამ პრინციპით ბევრი ადამიანმა წონა დაიკლოთ, ბევრი ადამიანმა ინსულინი დატოვა. ნახე ტელევიზიაში ვეუბნები, ინსულინი დატოვა. მარტო ორი თეფშით წამით. პირველი თეფში ჭამე ბოსტნეული. მერე პაუზას აკეთებ? არაფერი პაუზა არ უნდა. ბოსტნეული ჭამე და პირდაპირ გადადიხარ მეორე თეფში, სადაც ხორცია, გინდა, რავი, ქინკალი დევს, ქაბაბი დევს, რასაც დევს. იმას ჭამს მერე. ამ პრინციპით ბევრი ადამიანმა ბევრი პრობლემები. კი, მეც ნამდვილად ვიცი, რომ ბევრმა ადამიანმა დაიწყო. ანუ შემცირება შემთხვევაში. კი ბატონო, ბოლოსკენ. ნუშის ამბავიც რომ მითხრათ, ნუში აუცილებელია დღეში, რაღაცა ყოველ დღე თუ შევჭამთ. არა, აუცილებელი, ეხლა სასარგებლოა. ნუში და ნიგოზი ერთ კატეგორიაში გადის თუ ნუში კიდევ სულს მომდავია. ნუში უფრო სუპერ ფუდია. ნუ კაკალიც კარგია, თან ფორმა აქვს.
ნუშის ფორმაა თვალების. კი. ეს ვიტამინი შედის, რომელიც თვალისთვის კარგია. ანტიოქსიდენტები შედის. ძალიან მაგარია კანისთვის, ტვინის ფუნქციებისთვის და კაკალის ფორმაც ხო ტვინია. იგივე ფორმა. ხილზე რას გვეტყვი მაშინ? იგივეა, კარგი. კი ბატონო, მაგრამ ნუში, კაკალი უფრო ხო და გოგრის თესლი არის. და აი ეს რაოდენობას აქვს მნიშვნელობა, თქვათ რაღაც. ხო, მე ერთხელ თქვათ რას. კი, ერთი ადამიანმა 1-10 ნუში წყალში დალბებული წყალში დატოვე, დილით კანი გააცალეთ, იმიტომ კანში შედის. იმიტომ მაინც წამლავენ. გამოცლის კანს. იმას გინდა ისეთ ჭამე, გინდა მაგით რძეგა. აუ, დავიღუპეთ, მაგრამ ჩურჩხელა ესე იგი იმაში პურის ქვილი რო შედის. დავიღუპეთ. ჭადის ქვილი რო შედის იმით ჯობია. აზიას დიდად მოხიბლული არ არის ჭადის და სიმინდის. ჯანჯუხა. სიმინდის ქვილი. სიმინდით სარვა არ გაუ ზოგადად. ნუ სარა, ხორბალი უფრო ის არის. ხორბალი ჯობია მაინც სიმინდი. კი ბატონო. ესე იგი აბაშა სიმინდი თუ იქნება, კაია. ხო. და იცი რა, უნდა მოვასწრო, კიდევ უნდა გკითხოთ, არ მინდა თქვენი გაშვება იმდენი კითხვები. დამღუპა არუნმა. ძალიან ბევრს აქვს ჭარბი ხოლესტერინი, აი ბევრი პრობლემა არის. როგორ გაუმკლავდებთ, რას ურჩევთ? რას მირჩევთ მე კონკრეტულად? მაგალი ხოლესტერინი ადამიანს როდის დაემატება, როცა ინსულინი გამოიყოფება, მაგრამ ვერ შედის უჯრედებში კარგად. მერე გვიძლი აკეთებს ზედმეტი ხოლესტერინი და მოიმატება ხოლესტერინი. ეს ორი თეფსის პრინციპი პირველი. დიახ. სამი ნაბიჯი გეტყვი ახლა. ორი თეფსის პრინციპი პირველი, მეორე პრინციპი არის საჭმელის მერე სიარული. მესამე პრინციპი არის გუშინ გავაკეთე მაღაზიაზე ვიდეო და ძალიან ბევრი ნახვებია. ჯანჯაფილი ყველა მიცის. კი ბატონო. ნიორი ყველა მიცის. ორივე ერთი რაოდენობის. თუ ეს 9 კილოა, ეს 9 კილო. კარგად გარეცხე. ორივე დააბლენდერე. გააწურე მაგის წვენი. წვენი რა იქნება? გეტყვი ახლა მაგის წვენი გააწურეთ. გაზზე დადეთ 100 გრამი მაგაში შეურიეთ ვაშლის ძმარი 100 გრამი ის არა ეს არა 100 გრამი ვაშლის ძმარი შეურიეთ დუღილის დროს კი არა მანამდე ადუგე ერთხელ რო გაციუდება შეინახე ყოველ დილით ერთი სუფრის კოზი წყალში შეურიეთ 200 გრამი წყალში დალიე ნახევარი საათი 1 საათი არაფერი არა ჩამოძურა მერე ჭამე საჭმელი უძმოზე არა უძმოზე უნდა დალიო მერე ნახევარი საათი 1 საათი არაფერი არა ჭამო მერე ჭამე საჭმელი ეს სამი ნაბიჯი გააკეთე აგერ ტელევიზიაში გეუბნები გარანტია ტრაიგლისერიდები და ქოლესტერინი ცუდი და აი თქვა ვისაც კუჭის პრობლემა აქვს შეიძლება უძმოზე კუჭის რა პრობლემები აი ნუ თქვა ჯავიანობა გვაქვს არა არ არის პრობლემა არ არის წყალთან ერთად იგებ და მერე ჭამ საჭმელი ანუ სიარული ამასთან თქვა რამდენი ხანი ადუღებ ამას რას ერთი რო ადუგდე შო წამოდუღდება და წამოდუგდება და კარგი სხვადასხვა მე სიარულს აი ჭამის მერე სიარულს უაკეთებ ხოლმე საჭმელს რო შევჭამ მივდივარ ხოლმე დასაწოლად იმიტომ ნორმალურად დასაწოლად ხო 20 ნაბიჯი გამოდით იმიტომ მოგევადა ქოლესტერინი აი მე უმოძრაობისგან სულ მოძრაობ მაგრამ ძირითადად მანქანის ანუ ვარჯიშიც ვარჯიში ძალიან კარგია როგორც ის კარგი ვარჯიში არა სიარული აი ჭამის მერე სიარული ჭამის მერე სიარული არის იმიტომ რომ ჭამს იმის მერე ხო გამოიყოფება გლუკოზა რომ მოიმატება საჭმელის მერე ხო ჩვენი კუნთები იმას ხარჯავს. კუნთი ხარჯავს გლუკოზა. ეს უადვილისესი პრინციპია. კუნთი ხარჯავს შაქარს. ჭამე, დაიძინე და ნუ ნახევარი საათი 20 წუთი ალბათ კარგი იქნება ჭამის მერე, რომ გაიარო. და სად რა დროს უნდა მივირთვათ ხილი ამის უცბად? არა, ხილს არა, ეს გეტყვი ნახე. გაჩნია რა პრობლემა აქვს. თუ ადამიანს აქვს გვიზლი გაცქიმიანებული და დიაბეტი, ხილი ვეტყვი მოერიდეთ ხილებს და ადამიანი ძამთელი როცა არის, ნებისმიერი დრო შეიძლება ხილი რაოდენობა დასაცავია. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა შენ, მაკო დღევანდელი. ჩემო ზურა, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენს ტელემაყურებელს უღრმესი მადლობა, ბედნიერ უქმეებს გისურვებთ.
მოგესალმებით.